და თუ კი დაიღალეთ გასართობად მოიცალეთ გინდათ ღიარული ამბები აქ ყველაფერია ხდება რაც ხდება და რაც არ ხდება ნახეთ უცნაური ზღაპრები მოწყენილი მდიდრები და ბედნიერი ღარიბები მოკლეთ მიტაგრძელი ულვაში შუბის თავი მეზობლების ნობები და არიფები ყველა ცხოვრობს ქერის უბანში რეზია გიყვიზა თუ იცი ბიძინამიზია მბრძანებელი დაუძახე ჩემსავით შეხიხო ბიძიას რო ეძახი რომელი მაგის ცოლის ძმისშვილი შენ ხარ ჯერ შენი შენე თუ არა მე რო შევიდე იმნაირი ამბავი მიმაქვს რომ შეიძლება უმადობისგან კრიჭა შეეკრას რა კრიჭა შეეკრას ბიჭო ხომ არ გაგიჟდი ისედაც ვეგეტარიანელია კაცი და ხორცს არ ჭამს ვინა ბიჭო ბიძინამიზია არ ჭამს ხორცს რა მიზიე ხალხი ქეინძახის შეგვჭამა ამ კაცმაო და ხალხი ხორცი არ არის აბა შემოვდგი ფეხი მწყალობდეთ ერთი შენ ჩემო რეზია მაგარი აფინისტი ხარ მინცხახარ აბა დევიჯერ უახლა მართლა ასე ეთაყვანები რას ქვია არ ვეთაყვანები ათეისტი კი არა ვარ როგორი ნოყიერი საუზმი მოგართვით ჩემო ჟანგბადო გამოთ რეზიკო გინდა გამასუკო ხო ამდენს რა შეჭამს ბიჭო გასუქება თუ არ გინა ბიძინამიზია აგერა რო არ იმნაირი ამბავი მევიტანე რომ საჭმელი კი არა სტაფილოს წვენის ყელში გაგეჭხინება კაც რაო რა ამბავი ასეთი რაიდა იმ კაცმა რო ქუჩაში რამეს ფეხი წამოკრა იმ რა დაემართა დაეცა უიმე ჩემი ჭკუის კოლოფი როგორი ხაპასხუპით პასუხობს მართალია იმ რიზიკია მათხომარი რო შენთან მოხდა თავში ტუზი დაეცა ლარის კუნსი დაეცა შენი რეიტინგი დაეცა რაო ჩემი რეიტინგი დაეცა ო მაგისი თქვა მინოდა ზუსტად ტყუილია ნაციონალების გამოკითხვები იქნება ეს მაინც როგორ ყველაფერს კადრულობენ ბიჭო არა ბიძინამიზია იმ ბოლო გამოკითხვები ხო შეუკვეთე შენე ის შედეგები არის ზუსტად მართლა კაცო ხედავ როგორ აქვს ფესვები გადგმული არ გამოვრიცხავ რომ სიღრმეში მეც ნაციონალი ვიყო ვაიმე მე მგონი რელიგიის გაორება მეწყება რა გაყვირებს გრიგოლი ჩამდილა უთენია ხომ შვიდობა რეიტინგი ხო არ დაგიკარგია შენს გეიგე ზახარიჩ არა და რატო დავკარგე ხალხში ნდობა არაფერი არ გამიკეთებია ისეთი არაფერი რო არ გაგიკეთებია იმიტომ დაკარგე ზუსტად გეგეკეთებია მე რავა მე ინდომე და მიაგიკარი ჩლიკი თუ რა იმ ჩემი მუქდახორების ბრალია ყველაფერი აბა ჩემი ბრალი ხო არ იქნება ახლავე შემიკრიბეთ ყველა ეზოში მოეწყონს ასტრაფოთ რაკეის ბიჭო დიემს გავსეთ მოსახლეობას შენ გვაგდი კიდო აფრასიონ პრიჩომ ზეს მოსახლეობა პრიჩომ და რა ვართ მოსახლეობა არის უმუშიერი კიდარში თქვენს ისე ებე ბიჭო ის რატო ქნება და მებიძინემ როგორ ჩემტეხა ხმელი ტოტივით მაგაზე ზუსტი შედარება ჯერ არ გითქვა სოსო კარგი შენი ჩატეხვა სუფთა ლოგიკურია მე ვიყო მაგრამ მე რას მერჩოდა ბატონი ბიძინი მართალია ყველამ არაფერი არ გააკეთა მაგრამ ჩემზე მეტი არაფერი რომელმა არ გააკეთა გეკითხები მე ისმინეთ ყველამ არ არის კაი ამბავი ბიძინამიზიას უნდა თქვენთან დალაპარაკებაინა სტროცას უყელამ და თავჩაქინდრულები დავხვდით რომ თქვენი თვალები მის ფეხსაცმელების წვერებზე არაცდენზე იდგენი რას ფიქრობ თქვენ მე არ ვიცი მოსახლეობის კვლევებმა ისეთი შედეგები დადო რომ კატასტროფაა პირდაპირ მარგველა შვილს აქვს ჩემზე მაღალი რეიტინგი გესმით რას ნიშნავს ეს გარაჟში ჩაკეტილი კაცი მიგებს ხალხო კარგი დამშვიდით მბრძანებელო მოესათუთეთ თქვენს ნერვებს მოკლედ თქვენი ასეთი უსაქმროების შედეგია ყველაფერი ახლავე დატრიალდით და ხალხს თავისე მოაწონეთ რომ ხვალინდნენ კვლევებში უკვე მე მქონდეს ყველაზე მაღალი რეიტინგი ბატონო ბიძინ დატრიალებაში პაციპუცი შედის შედის ხო პაციპუცი მე რა ვარ მაგარი ისე უნდა მაშინ რა უთხარი ბიძინამიზია ამნაირი რო დაფაცურდნენ შეხედე რა შობა კალანძე ის სოიოს ფხნის ურიგებს ხალხს კალაძე სოიოს ფხნილით გინდა ამომრჩევის გულის მოგება რა ვიცი ჩემს ბავშვობაში სამტრედიაში ასე იგებდნენ არჩევნებს მერე შეგაიკაცო მაინც და მაინც სამტრედია რო გაგახსენდა მილანში რაფერი იგებდნენ არჩევნებს ის ვერ გეიხსენე
ნარმანია მართლა როგორ დაფაციფუცდა? შეხედეთ ბრძანებელო. ნარმანია ვიჯო, რა ვარ თბილისმა გეიხარას, შენ ხელში ისე გეიხარებს მაგით. პლასმასის ნაძვის ხე გამოუშოს ვიჯო ჟაგვად? სატუ არც გახმება მე ვიყო. წამოდი ასე პრიამოი. დათინგონა, სანანგე ბიჭო ასფალტს, შუა გაზონზე. პარკში ასფალტი გოუნია მინმეს. მე ხან შენგა. რასა ბიჭო შენ რო ამბობ? შეადარე. ასფალტი რა ღირს მილიონები და ბალახი კიდო არაფერი. ერთი წვიმა. წემებრძენდით ქელბეტენ, სახლში აგიყვანთ, თავი მინდა მოგაწონოთ. არ მინდა შვილო სახში. ძლივს გამოვედი ჰაერზე. იმიტომ არ გინდათ რომ მოხუცი ხარ და გიჭირთ კიბეებზე ასვლა. მიაგიყვანთ მე. გამიშვი კაცო, რას გადამეკიდე გამაჩერე ამ სიგრილეში. ვაიმე დედა. აი, ხომ შეგძლებიათ. აბა შენიც რიზიკო, ისე კარგად შემილოცე რომ იაღვნანა ჩამინაცვლოს. წყალივი წამოვიდეს ხვალ რეიტინგები. ეხლავე ბრძანებელო. გულო მოდი შინა, გულო რამაც შეგაშინა, იმან მოგიყვანოს შინა. ცუდო რეიტინგო ჩემ ბრძანებელს გაეყარე, ნაციონალებს შეეყარე. ტკბილი ძილი ამასა, გადარეული სიზმარი იმასა. კარგი დილა ამასა, ცუდი დილა იმასა. აბა მომახსენი ახალი კლევის შედეგებით შემოლეიმურას. ჭამე უკვე. იმიტომ გეკითხები რომ შენი ჭამა არის ახლა მთავარი თუ არა, მე კი ვიცი ამ ფურცლებს რო შემაჭმემ კაც. რა ხდება აღარ იტყვი? კაცმა რო ფეხი წამოკრას რა მოუმა? დაეცემა მეთქი ხომ გითხარი? ახლა მითხარი ძალიან რო წამოკრავს ფეხს? ძალიან დაეცემა. ხონდა ზუსტად მასე ძალიან არის დაცემული შენი რეიტინგი. არ გამაგიჟო ახლა. კიდევ ის გარაჟში გამოკეტილი მარგველაშვილი მიგებს? რა ვაგითხრა ბიზია, მაგრამ ახლა გარაჟში გამოკეტილი მარგველაშვილი კი არა, იმ გარაჟის ბოქრომი გიგებს უკვე რეიტინგში. ვაიმე რა ცუდად ვარ. კიდე კაი გული რო არა მაქვს, თორე უეჭველი დამარტყამდა. თუ გნებავთ ჩემ გულს მოგაშველებთ ბრძანებელო და იმას ეტკინოს. არა, საჭირო. გული რომ მინდოდეს, მაგას ვერ ვიყიდი. წადით ახლა თქვენ და მთელი ჩემი გუნდი ქარხანასთან შემიკრიბეთ. 100 ქარხნიდან არც ერთი არ გაგიხსნია ბიზია და რაფერ შეგიკრიბ. ოდა პირდაპირ 101 ქარხანას გავხსნი ახლა. ამათ იმედი უნდა მქონდეს. ასეთი გუნდით არჩევნებს კი რა დურაკას ვერ მოვიგებ. ამიტომ გავხსნი პოლიტიკოსების გადამამუშავებელ ქარხანას. ვაიმე, რა კრეაციულია. ჩემო ერთგულო გმირებო, თქვენს მიერ გაწეულმა სამუშაოებმა საუკეთესო შედეგი გამოიღო. ამიტომ გადავწყვიტე, ამ დანადგარის მეშვეობით კიდევ უფრო გაავზარდოთ თქვენი ენერგია და არჩევნებზე ქვეყანას მოევლინოთ უსაყვარლეს და უძლიერეს პოლიტიკოსებად. გენიესია ეს კაცი ρε. ახალი სახეებით, ახალი გამარჯვებებისკენ. რეზიკო, სასწრაფოდ 102 ხალხის გადამამუშავებელი ქარხანა მიგუგული.